პირველი არის ვიტყოდი ეს, რომ გადაწყვეტილება და არჩევანი გააკეთე შენი მისწრაფებიდან და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს მოусმინო. მეორე, ძალიან ღირებული არის, რომ გესმოდეს, ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი და არა ერთადერთი შენს ცხოვრებაში. ამით არც არაფერი მთავრდება და არც არაფერს არ ესმება ესეთი დიდი წერტილი. ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც უბრალოდ უნდა გაიარო და ყველა შემთხვევაში რაღაცას გასწავლის. როგორც არ უნდა გაიარო, ყველა შემთხვევაში ძალიან დიდ გაკვეთილს მიიღებ. და მესამე, რასაც ვიტყოდი, არის პატარა ნაბიჯების მნიშვნელობა. ძალიან ხშირად ეს ჩვენი მიზნები, დიდი მიზნები გვაშინებს ხოლმე, ხო, პირობითად კონკრეტულ უნივერსიტეტში რომ მინდა ჩაბარება, კონკრეტული გრანტის აღება ახსენე, ან რაღაცა მიმართულებით განვითარება და რომ ვიცი რომ ამდენი საგანი მაქვს მოსამზადებელი, ეს ძალიან დიდ ტვირთად იქცევა ხოლმე და ჩვენს ამ მექანიზმს, სტრესის მექანიზმს აძლიერებს. ამისთვის უბრალოდ პატარ-პატარა ლუკმებად დაყავი ეს დიდი მიზანი, რაც გაქვს აიდგენაც მიდიხარ, იმიტომ რომ ის თუ საშიში არის ცოტათი. ეს პატარ-პატარა ნაბიჯები უკვე არც ისეთი მიღწევადი არის ჩემთვის და თან ყოველთვის პატარა ნაბიჯი გადადგი, პროგრესის განცდას გაძლევს და პროგრესის განცდაში უკვე გადმოვდივართ ამ შიშებიდან უფრო მეორე სისტემაში, რომელიც ძალას გაძლევს და ენერგიას გაძლევს, იმიტომ რომ ხვდები რომ შეგიძლია თურმე.